სახელითა მამისაითა, დათისაითა და წმინდისა სულისაითა. დავასრულებთ რა დაუშვებელი საგალობელი ყოლაფრედა ღვთისმშობლის საგროთმოქმედ ხატთან შენ ხარ ვენახისა. იყო რა გუშინ დღესასწაული ღვთისმშობლის სახელთან დაკავშირებული კერძოდ ლაქერნობა, ანუ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კვართის ლაქერნის ტაძარში დადების არ შეიძლება არ გავიხსენოთ. ეს საფრთხო ისტორია, რაც კიდევ ერთხელ ამოწმებს თუ რაოდენი დიდი შეწევნა აქვს და როგორი მსმენელობა ღვთისმშობელ მარიამს ქრისტეს ერზე. მაშამ საშინა მეხუთე საუკუნეში, როდესაც ბიზანტიაში ზეობდა ლეონ დიდად წოდებული მეფე, იყო მისი ორი თანამედროვე ძმა, კალვინი და კანდიდი, არისტოკრატიული წარმომავლობისა, რომლებიც მდგომარეობით სამგადოებაში სენატორები იყვნენ და მეფის კართან ფრიად დაახლოებული. ერთხელაც მოილაპარაკეს და ისურვეს, რომ მოელოცათ წმინდა მიწა. საამისოდ, როგორც სენატორებმა ნებართვა სთხოვეს ლეონდის, რამაც სიხარულით მისცა თანხმობა და ისინი გაეშურნენ წმინდა მიწისაკენ და პირველ ყოვლისა განზრახული ჰქონდათ, რომ ქალაქი ნაზარეთი მოელოცათ, სადაც იყო იმ დროს ჯერ კიდევ სახლი ღვთისმშობელ მარიამისა, სადაც მას ერთ-ერთი გადმოცემით ჰქონდა გამოცხადება მთავარანგელოზ მიქაელის და გაბრიელის, რომელმაც ახარა როგორც მომავალ დედას მრთისას. ეს მისი რწმენის გამოსვლაში იყო, ეს რწმენა აუცილებელი იყო საიმისოდ, რომ სული წმინდა გადმოსული იყო მასზე და ერთი სამებისაგანი, ანუ ძევთისაგან დებო განკაცებული იყო. არის სხვა გადმოცემაც, რომ ნაზარეთში არის ერთ-ერთი წყარო, რომელსაც დღეს ტაძარი დგას, მართლმადიდებელი ქრისტიანების, ჯურმულია წყაროში შემორჩენილი. დღემდე შეიძლება ამ ევლოგიის სიწმინდის ამოღება და მქონდა სიხარული, როცა წმინდა მიწაზე ვიყავი, სწორედ ამ წყაროს თვალთან ყოფილიყავი. მეწდია ეს წყალი და ორიოდე ლოცვით შევედრებოდი ღვთისმშობელ მარიამს. ასია თუ ისია, ამ ძმებმა გადაწყვიტეს, რომ ნაზარეთში ჩასულიყვნენ პირველ ყოვლისა, რაც აღასრულეს კიდეს, მაგრამ ამდენადაც უკვე ბინდებოდა, იქ სადგომს ვერ იშოვიდნენ სასტუმროს, ამიტომ ერთ-ერთ უახლოეს პატარა უმნიშვნელო სოფელში დაიდეს ბინაკებოდ ერთ-ერთი ღრმად მოხუცებული ებრაელი ქალის სახლში, რომელიც ხალხული იყო, რატომ და რისთვის ცოტა მოგვიანებით მოგახსენებ. და ვიდრე ვახშამს ამზადებდნენ, ესენი დიდებულები იყვნენ მოგეხსენებათ, მათ თვალი იყიდეს, რომ არის ერთი საიდუმლო ოთახი, საიდანაც საკვევლისუნი გამოდის და თვალი მოკრეს, როცა კარი გამოაღეს, რომ უამრავი სანთელი და კელაპტარი იყო დანთებული ერთ-ერთ კიდობანთან. ვერაფერს ვერ მივხვდეთ, იფიქრეს ალბათ რაიმე ძველაღთმისეული სიწმინდეა შემონახული და ამის გამო არის ახლა მსახურება მის წინაშე და გარდა მაგისა, კარებთან ამ ოთახისა უამრავი ავადმყოფი იყო, თუ მიწოლილი, თუ მიმჯდარი, რმები, მკელობლები, ყრუნი, მუნჯები, ეშმაკეული, ვერაფერს ვერ მივხვდნენ და მოგვიანებით, როცა ვახშამი გაამზადეს და დასწდნენ, ილოცეს რა, ამდენდა კაცსაც სთხოვეს, რომ მათთან ერთად დამჯდარიყო ტრაპეზთან. თავდაპირველად იუარა, მაგრამ შემდეგ ამ დიდებულების თხოვნას და ის სამახსოვრის განმავლობაში ერთ-ერთის მათგანი დაეკითხა, თუ რა ოთახი იყო ეს ოთახი და რატო იყო განუწყვეტელი კრება საკვევლისა, კელაპტრებიან თუ ურიცხვი და სხვა. დედაკაცმა თავდაპირველად გადაწყვიტა, რომ სიმართლე არ ეთქვა შიშნეულობის გამო, რომ ეს სიწმინდე მისგან არ წაეღოთ და უთხრა, რომ აქ ერთ-ერთი ჩვენი ებრაული გადმოცემით ეს არის ადგილი, სადაც ღმერთი ჩვენ დიდ წინაპარს, ჩვენს მამას, მამათვარს გამოეცხადა, ამის გამო ეს ადგილი წმინდა იქნა და უფრომების, კურნების ნიჭიც აქვს ამ ადგილს, როგორც ხედავ, უამრავი ავადმყოფი სულ მოუთმელად ელოდება განკურნებას ამა თუ ავადმყოფობისაგან. სარწმუნოც მაინც და მაინც ძმებმა ეს არ მიიჩნიეს და ჩაეძიეს, თუ რომ ისინი არავისთან არ იტყოდნენ, თუ რა სიწმინდე იყო, ოღონდ გულახდილად ეთქვა რა იყო სინამდვილეში და მაშინ ამ დედაკაცმაც უთხრა, აქ დავანებულია კიდობაში
სამოსელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ მარიამისა. მოდი არ ცოტა ხანი შევჩერდეთ დიმიტრი როსტოველთან ამ სამოსელზე ნათქვამია, რომ ის იყო ყვართი. საქართველოში ზუგდიდში დადიანების სასახლეში ეკლესიაში ლაქერნის სახელობისა დასვენებულია პერანგი ღვთისმშობელ მარიამისა, რომელსაც როგორც გახსოვთ რამოდენიმე წლის წინათ სასწაული აღესრულა, როდესაც ფოტო გადაუღეს ნეგატივზე აღმოჩნდა ბზობის სცენა, ანუ ქრისტე მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში. ვარაუდით შესაძლოა სწორედ ეს სცენა იმად გამოიხატარა, რომ ღვთისმშობელი მარიამი მიანიშნებს, რომ ახლოვდება უფლის დიდებით დაბრუნება. თქვენ ალბათ იცით, რომ ბზობა, ანუ უფლის დიდებით შესვლას ადგილი ჰქონდა ნამდვილად იერუსალიმში წინეთვნებისა ქრისტესი, მაგრამ იმავე დროს ჰქონდა სიმბოლური ალეგორიული მნიშვნელობა. ეს განასახიერებდა ქრისტეს დიდებით დაბრუნებას, ელეონიდან დაშვება, ზეციდან დაბრუნებას ნიშნავს და თქვენ იცით, რომ საგდარნის სასჯელისანი იერუსალიმის მახლობლად დაიდგმება, როგორც ფსალმურშია ნაწინასწარმეტყველები იოსაფატის ველზე. და ერთი სიტყვით დიდებით შესვლა განასახიერებს მაცხოვრის დაბრუნებას, საკოლთაო აღდგომას და სამჟავროს უფლისა. უფალი რომ მათრაქის მაგვარასმე გააკეთებს და ნახავს რა ეკლესიას შეურაცხყოფილს სყიდველ გადამსყიდველებით ავსებულს ჭრიამული ხმაური და ხორხოსი და მან სულერთიანად გადაუქცია ყველას მაგიდები, მხოლოდ ტრენდის მოფარმულთან მივიდა რა სთხოვა რომ გაეტანათ ტრენდები, რადგან სახია სული წმინდისა დანარჩენს ყველას გადაუტრიალა მაგიდები და შორტისებით გაპარაგარა. ეს განასახიერებდა ქრისტეს დიდებით დაბრუნებას და საკოლთაო სამშაბლოს გამათრახებას, განსჯას კაცობრიობისა. მოკლედ ჩვენთან არის პერანგი უფლისა. გარდა მაგისა, ლაქერნის ტაძარშივე დღეს უკვე მუზეუმში ინახებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სარტყელის მესამედი. 1/13 ათონის თავზეა დასვენებული ვატობეთის მონასტერში, როცა ვიყავი ათონზე, ჰქონდა ეს სიხარული ხვეოდი ამ ნაწილს სარტყელისა ვახებდი ჩვეულებრივ სარტყლებს მადლი გადაეცემოდი და მე ეს იგზავნებოდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ჩვენც გვაქვს აქ ამ ტაძარში, როცა დედაკაცი ბერწია და ვერ შობს ან რძე გაუშვება თუ სხვა, აი ამას ხმარობენ ხოლმე მოუხვენ ღვთისმშობელ მარიამს ამ გზითაც. და ჩვენ ბრილში არის მაგალითად მამა იოანეს, როგორც მახსოვს, ორი სულიერი შვილი დაფერმძიმდა ამის შემდეგ და შვილები ყავთ. მოკლედ რო ვთქვათ. მაგრამ როგორც მე მახსოვს, ისინი აღარ არიან აქ. ეს არის ადამიანის ბუნება, დაცებული ადამიანები. მიიღებენ, ითხოვენ, მიიღებენ და მერე ზოგს აქცევენ უფალს. უკეთილი. ახლა რატო გამიგრძელდა სიტყვა, ჩვენთან არის პერანგი ღვთისმშობლისა. ლაქერნობას იდღესასწაულებოდა ბიზანტიაში ღვთისმშობლის ყვართვის დადება. ახლა გასარკვევი ეს არის, ერთი და იგივეა ეს სიწმინდე თუ რამ სხვა. ეს სიწმინდე პერანგი ღვთისმშობლის ბიზანტიიდან არის კონსული მზითვებში, როგორც მახსოვს და სარტყელი, მესამედი სარტყელისა, რომელიც სხვათა შორის დაიკარგა საქართველოში, მას შემდეგ რაც მხედრიურმა დაარბია სამეგრელო, გაძარცვა ეს უნიკალური მუზეუმი დადიანების და ნაწილი მათგან უცხოეთში იქნა გატანილი და გაკიდული. ეს იყო უდიდესი სიწმინდე კრხელობა, რომელიც უეჭველად აქ თუ არა ზესთა სოფელში უეჭველად მოეკითხებათ სიწმინდე კრხელებს. ყოველ შემთხვევაში, როგორც მე ვიცი, ამ დარბების შემდგომ ღვთისმშობლის სარტყლის მესამედი გაუჩინარდა დადიანების მუზეუმიდან საქართველოდან. მერთმა უწყის სად არის. პერანგი ჯერჯერობით აქ არის და როგორც გითხარით, ეს სასწაული აღინიშნა მას და ტიპობ ეს არის გაფრთხილება ღვთისმშობელ მარიამის მიერ, რომ ახლობლივ უფლის დიდებით დაბრუნება. ამაზე უამრავი ნიშანია ევროპის ევროკავშირის შესაძლოა. ამაზე გამომდინარე მარიამის ღვთისა, ამჯერად არას მეთქვია, რაც გვიმოსწრებს, რომ ნამდვილად მოახლოვდა უფლის დიდებით დაბრუნება. რომ უყურებ ამ კაცობრიობას, ამ ომებს, კონფლიქტებს, ძალმომრევლობას, გარყვნილებას, გაუყურმართებას ადამიანთა მუდმისა, თითქოს ასწავლე, რომ თითქოს ადამიანებმა თავისი არსებობის მიზანი ამოწურეს. უმისნოდ არსებობენ და აგრძელებენ არსებობას. სხვას ვერაფერს ვერ იტყვი. არაფერი ნათელი, არანაირი ტოლვა და სწრაფვა ზენა არისკენ, სულიერისა და მაგლისაკენ. რა თქმა უნდა, როცა მე ამას ვამბობ, სულაც არ ვხარობ, იმიტომ რომ ჩვენნაირი ცოდვილები
ფიქრობ სამჟავროზე უფლის არ გამართლებიან. ამიტომ თქვენთან ერთად მადლობ უფალს, რომ გვაძლევს კიდევ დროს და სიცოცხლის წლებს და მადლს, რაც მთავარია, რომ გავისიგრძეგანოთ ჩვენი ცოდვები, გავიაზროთ, შევინანოთ, აღვიაროთ და შევუდგეთ ქრისტეს. რადგან საკვარია ღვთისმსახური, როგორც წმინდა წერილიც ვასწავლეთ და ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება კაცობრიობისა საზოგადოებრივ. ერთი სიტყვით შეიტყვეს რა ამის შესახებ, გულში სურვილი გაუხდათ, შეუხდათ ამ ძმებს, რამენაირად ბიზანტიაში გადაეტანათ ეს სიწმინდე, მაგრამ აშკარა იყო, რომ დედაკაცი არ დათანხმდებოდა, რადგან ამ დედაკაცმა როცა მოუთხო, როგორ მოხდა მის სახლში ამხელა სიწმინდე თეოლოგია, უთხრა ესეც, რომ ღვთისმშობელმა მარიამმა მიძინების და თქვენ ეს იცით ვასილი დიდის ღვთისმშობლის მიძინების მონათხრობიდან ანდერძად დატოვა, რომ მისი მიძინების შემდგომ მისი სამოსელი, მისი უახლოესი მხევლებისთვის და მოწაფეებისთვის გაენაწილებინა. მათ შორის აი ამ ებრაელი დედაკაცის დიდ წინაპარს, რომელიც იყო მხევალი ღვთისმშობელ მარიამისა, ერგო წილად ღვთისმშობლის ნებით სწორედ ესე იგი კვართი ღვთისმშობელ მარიამისა. და მანაც ესე იგი როცა სახლში მიიტანა თავის სახლში, შემდგომად მიძინებისა მსახურებდა ამ უდიდეს სიწმინდეს დღეყოվել. კმევა, სანთლის ანთება, ლოცვა გამოწყვეტილი იყო და ერთ-ერთი პირობა იყო, რომ ქალწულად უნდა დარჩენილიყო. არ უნდა ფაქტიურად ეს არის მონაზვნობის აღთქმა და თაობიდან თაობას ქალწულიდან ქალწულზე მათ მოდგმაში ნათესაობაში გადაეცემოდა, მაგრამ ამ დედაკაცმა საერთოდ არ ევეთქვით დასინა, რომ ის იყო უკანასკნელი ქალწული ამ მოდგმაში. სხვა აღარავინ არ არის, არც მამრი და არც დედა. აი თითქოს ღმერთმა ამად მოიყვანა ეს ძმები, რომ რა კი გაურკვეველი რჩებოდა, როგორი იქნებოდა ბედი, ასე ვთქვათ, და განგება ამ კვართისა ღირსეულ ხელში მოხვედრილიყო. ძმებმა მადლობა გადაუხადეს დედაკაცს, ეს ბავშვები, მოიხედე შვილო, მოიხედე აქ ხელს შენს და შვილებს, გაიყვანე გარეთ დასვი რა, ვერ უნდა მიხვდე? ესე იგი, გულში დაიბეს, უკვე რომ დაბრუნდებოდნენ, რომ ეს სიწმინდე რამენაირად წარეტანათ თან. მართლაც მოილოს ეს რა წმინდა მიწა, თითქმის ყველა ადგილი მოიარეს და წმინდა მიწა საფრთხეს ფეხი დაუდგას ღვთისმშობელ მარიამს, საერთოდ სასწაული მოუხდენიათ და ბოლოს გარკვეული დროის, საკმაოდ დიდი დროის შემდეგ დაბრუნდნენ უკან ამ პატარა უსახელო სოფელში. ამასობაში, როდესაც სალოცავად იყვნენ შესული დედაკაცის ნებართვით, სიწმინდესთან კიდობნის ზომები აიღეს სუსტი, განიხილეს რა მასალისგან, როგორი ხისგან იყო დამზადებული, როგორი ესე იგი ჩუქურთმები ჰქონდა, ეს ყველაფერი დაიმარხეს გულში და იქ, როდესაც იერუსალიმში მოხვდნენ, ხელოვანს ერთს და დაამზადებინეს კიდობანი, მსგავსი იმისა, რომელშიც ჩასვენებული იყო კვართი და ამას გარდა ოქროქსოვილი შეიძინეს ძვირფასი და გადააფარეს კიდობას. როდესაც ეტლით მოადგნენ დედაკაცის სახლს, ეს კიდობანი ეტლში დატოვეს. თავად შევიდნენ, მიესალმენ მასპინძელს, მოიკითხეს სიყვარულით, საჩუქრები გადასცეს და კიდევ ერთხელ ითხოვეს, რომ იმ ღამით გაეთენებინათ ამ სიწმინდესთან. რადგან დედაკაცმა უარი არ უთქვა. არ უთხრა, იცოდ ხედავდა, რომ ღვთისმოსავი, ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ. ამასობაში შუაღამისას, როდესაც ყველამ დაიძინა, ძმებმა ჩუმად შემოიტანეს ოქრომკედით, ესე იგი ნაკსოვი გადაფარებული კიდობანი და შეცვალეს ეს. როდესაც დედაკაცი გამოვიდა, ის ბუნებრივია ვერაფერს ვერ მიხვდა, კიდობანი იდგა, ისეთივე იყო, როგორც უწინ და სხვა. ერთი სიტყვით ეს ახალგაზრდები გაემგზავრნენ კონსტანტინოპოლში. მთელი გზა აქტუალებული იყვნენ ამ სიწმინდის სიახლოვით. როდესაც კონსტანტინოპოლში ჩამოვიდნენ, მათ გადაწყვიტეს, რომ თავდაპირველად არავისთვის არ გაემხილათ თუ რა სიწმინდე იყო მათ ხელში. არამედ სასწრაფოდ დააშენეს მცირე ეკლესია წმინდა პეტრე მოციქულისა და მისი მოწაფის მარკოს მოციქულის სახელზე და იქ იდუმალ ადგილას დაასვენეს ეს კიდობანი. მაგრამ რამდენადაც სასწაულებმა იწყეს გამრავლება ამ კიდობნიდან,
შუბი ხალხაში არ იმალება, როგორც ქართული ანდაზა ამბობს და იძულებული გახდნენ გაემშღავნებინათ ამ სიწმინდის შესახებ. კერძოდ შეატყობინეს გენადი კონსტანტინოპოლის პატრიარქს და ლეონ დიდს იმპერატორს და ისინი უამრავი ამალით სამუდელო პირებთან ერთად საგალობლებით, კმევით და ესე სანთლებითა და კელანტრებით მიახდნენ წმინდა მოციქულთა ტაძარს და დიდის ზარზეიმულობით შეისვენეს მხრებზე ეს კიდობანი და ასე მიასვენეს კონსტანტინოპოლში ლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში. აქედან მოდის დღესასწაული ლაქერნობა. ეს მოხდა მასჟამსაში და ძველი სტილით 2 ივლისს, ანუ დღევანდელ დღეს 2 ივლისი იყო დღეს 3 საეკლესიო სტილი. და იმ დღიდან აქამდე მე ეს დღესასწაული განივრცო მთელს იმ დროინდელ ქრისტიანულ სამყაროში და აი ჩვენს ივერიის ეკლესია უძველესი დროიდან აღნიშნავს ამ დღესასწაულს. აი ესეთი იყო საერთო ისტორია ამ სიწმინდისა, რომლის მადლი მფარველობა და ძალა არ მოგლებოდეს საქართველოს და სრულიად საქრისტიანო სადიდებელად მამისა და დისა და სული საწმინდისა აზდა მარადისა უკუნითი გულისამდე ამენ.